მე ვარ თაზო თაფლაძე 10 წლის. ვსწავლობ ბათუმის მე-10 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ფეხბურთის თამაში. ჯერ არ დავდივარ, მაგრამ ვაპირებ შესვლას. ახლა სულ თამაშობ მეგობრებთან ერთად. მე ვარ ძალიან კარგი მარცხენა თავდამსხმელი. მოედანზე ჩემი მთავარი მოვალეობაა გოლების გატანა. ჩემს კარიერაში გატანილი მაქვს 70-მდე გოლი. ერთი გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. ჩემმა ამხანაგმა გამითამაშა ბურთი და ერთ კაცს გავცდი, მეორესაც გავცდი და შემდეგ კი გავიტანე 9-იანში. მეკარე გადახდა, მაგრამ ბურთს ვერ მიუწვდა. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისებაა მატაობა. გამოსასწორებელი მაქვს ძლიერი დარტყმა. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის ლიონელ მესი და ჩემი საყვარელი გუნდი არის ბარსელონა. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი 9 ნომრით. დღესდღეობით ყველაზე კარგად შეთამაშებული ვარ ლაშა კამადაძესთან. მეზობელიც არის, მეგობარიც არის და ნათესავიც არის. მე გადაწყვეტილი მაქვს გამოვიდე ან ფეხბურთელი, ან გემის კაპიტანი. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი სპაიდერმენი. მე იმიტომ გადავიფიქრე, რომ გავიზარდე და მივხვდი, რომ სპაიდერმენი ვერ გამოვიდოდი. სპაიდერმენობა იმიტომ გადავიფიქრე, რომ ბევრი ვეცადე, მაგრამ ქსელები ვერ გამოუშვი. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ იქ მყავს ბევრი მეგობარი, ბევრი კლასელი და ბევრი ამხანაგი. და მყავს საუკეთესო მასწავლებელი ანნა კვაჭაძე. ის არის მშვიდი, მხიარული და მეგობრული. ჩემი საყვარელი საგანია სპორტი. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია სანდრო კორწაია. ყველაზე ჭკვიანია მართა მახარაძე. ყველაზე ბედნიერია სოსო ქამაშიძე. მე ვარ ყველაზე მშვიდი, სიმპათიური და განსაკუთრებული. ახლა მინდა ვიყო 17 წლის, იმიტომ რომ უკვე ვითამაშებდი დინამო თბილისში. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა და ჩემი 2 და. კიდევ მინდა მყავდეს ერთი ძმა. ჩემი და არის 14 წლის და ქვია თამთა. ის არის ლამაზი და მოწესრიგებული გოგო. ჩემი აზრით თამთა რომ გაიზრდება, გამოვა ბიზნესმენ ვუმენი. მეორე და არის 13 წლის და ქვია ელენე. ელენე არის ჭკვიანი, ბეჯითი და ნერვების მომშლელი. ნერვებს მიშლის მაშინ, როცა არ მაძლევს PlayStation-ის თამაშის საშუალებას. ელენე ალბათ გამოვა დიზაინერი. მამიკო არის ჩემსავით სიმპათიური, მშრომელი და სერიოზული. დედიკო არის ლამაზი, თბილი, საქმიანი და განათლებული. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ოსპის სუპი. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გააკეთებს აჭარულ ხაჭაპურს. შეყვარებული შესახებ არაფერს არ ვიტყვი, იმიტომ რომ ეს პირადი ინფორმაციაა. შვილებს დავარქმევ გიორგის, ალექსანდრეს და თამარს. მიყვარს ანიმეების ყურება და ჩემი საყვარელი ანიმეა ნარუტო. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ვიმოგზაურებდი დროში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში? მე კოსმოსში გავფრინდებოდი მამაჩემთან ერთად. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. უნდა იყოს თუ არა ადამიანი უკვდავი? მაგალითად, ჩემი აზრით, ადამიანი კი უნდა იყოს უკვდავი. ან მინიმუმ უნდა ცხოვრობდეს 450 წელი. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი მადრიდში. ჩემი ოცნების საჩუქარია BMW M8. ბედნიერება არის ფეხბურთის თამაში, მეგობრებთან გართობა და ოჯახის წევრების კარგად ყოფნა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.